Შემოგთავაზებთ ერთი ბიბლიური გამონათქვამის განმარტებას. ეს გახლავთ სოლომონის სამსჯავრო. ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ ერთხელ სოლომონ ბრძენთან ორი მომჩივანი ქალი მივიდა და მოახსენა, რომ მათ თანატოლი და ერთმანეთისაგან ძნელად გასარჩევი ვაჟები ჰყავდათ. ერთი ამტკიცებდა, რომ ამ მის მეზობელ ქალს ღამით ბავშვი მოუკვდა, რადგან ძილში ზედ დააწვა, ხოლო როცა გაიგო ამის შესახებ, თავისი მკვდარი ვაჟი მეგად მომიწვინა, ჩემი კი თვითონ წაიყვანაო. მეორე საპირისპიროს ამბობდა, სოლომონმა ხმალი მოატანინა და განაცხადა, რადგან ასია ცოცხალი ვაჟი შუაზე გავკვეთოთ. ნახევარი ერთს გქონდეთ და ნახევარი მეორესო. ერთი შეევედრა მეფეს, ოღონდ ნუ მოკლავთ და მიეცით მაგას ცოცხალი ბავშვიო. მეორე კი ამბობდა, გაჭერით, ნურც მემერგება და ნურც მასო. სოლომონმა ვაჟი პირველს არ გუნა და დაინახა მთელმა ისრაელმა, რომ ღვთის სიბრძნე შეეწია მეფეს სამართლის გაჩენაში. აქედან გამომდინარე სოლომონის სამსჯავროს უწოდებენ სწრაფად და გონივრულად გამოტანილ განაჩენს.